განვაგრძობთ გამოშვებას. ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მიზანი იყო სახელმწიფო სტრუქტურებისა და ამ სფეროში დასაქმებული კერძო საწარმოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისთვის. ამ დარგის ხელშეწყობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ვინაიდან დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც არის პრაქტიკულად ლიდერი ექსპორტის თვალსაზრისით და დღემდე მოვიდა ის მხოლოდ კერძო სექტორის ხელშეწყობი, მხოლოდ თვით განვითარებით და სახელმწიფოს კონტრიბუცია სამწუხაროდ არ იყო შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეხლა არის იმის რომ ხელი შევუწყოთ, მაქსიმალურად წავახალისოთ დარგის განვითარება. ეს არის სტრატეგიული დარგი, ეს არის ყველაზე მსხვილი საექსპორტო დარგი საქართველოსთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიმართულებით. ეს არის დარგი, რომელმაც შარშან მოახდინა 183 მილიონი აშშ დოლარის გენერირება. ეს არის დარგი, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8%-ის კეთილდღეობა და შესაბამისად ეს არის დარგი, რომელიც პოტენციურად წარმოადგენს საქართველოსთვის დასაქმების, მყარი ვალუტის შემოსავლების და სოციალური პირობების გაუმჯობესების პოტენციალს მოსახლეობისთვის. მაშასე ამ დროისთვის სულ ეს